დღემშვიდობის საქართველო ეს არის 21 მარტი და ახლა არის 7:09. გაგიკვირდა ხალბათ ცოტა ხანი ვარ გამოვშდი ეკრანს ვაპირებდი გამოსვლას, მაგრამ მოხდა ბატონო ეს ამბავი. მოხდა კი არა, გადაწყვიტეს ასე, რომ აი ამ დღეს უნდა მოკვდარიყო თითქოს საქართველოს სულიერი მამა, მარჩენალი, პოლიქრონიონი, სეთური. მე არ ვიტყვი კიდე იმ მიზეზებს, თუ რატო არა გამოვშდი ახლა ამ დღეებში. ამას კვირის შემდეგ ვიტყვი. ხვალ მე თქვენ დაგანახებთ აი ეს ხელის გულზე ჩემო კარგებო სარკეში ჩაგახედებთ მთელ საქართველოს სარკეში დოკუმენტურ ფაქტებს მოგიყვანთ თუ ვინმეს კიდე იოტისოდან რაღაცა შეჩენილი აქვს, მაგრამ ძალიან მცირეა ესეთი ხალხი, ძალიან მცირეა. და უმრავლესობაში რო ვარდებ ჭეშმარიტება, ესეც მე მგონი თუ ვინმეს twin გიჭრით, ეს არ არის ჩემი ნათქვამი მარტო. ეს საუკუნეებიდან მოდის. ეს ბიბლიას იწერიას. სიმრავლეში არდებს ჭეშმარიტება. არ ღაღადებს. სიმრავლის პირით. რატომ? მიზეზები თქვენ უნდა მივხვდეთ. სიმართლე და ჭეშმარიტება რო ურმინდადის და არა ფაიტონი და ჯიპები და მოკროვილი ტანსაცმლები და ჯორებით ეს არის თქვენ? მე ბევრს არ ვილაპარაკებულო და დაემოდეთ ხვალ. ვიცით თქვენ ბევრს სეთურ მრევლო ზავს და კაიაფა მრევლო ზავს არ გეცლებათ ჩემიანებიდან დაწყებული. თუნდაც ოჯახის წევრებიდან დაწყებული, მეზობლებით, ნათესავით, მეგობრებით, მაგაცებით, დაკალებით, შორებელი, ახლობით, ყველას გეუბნებით. ყველა. არ გეცლებათ. იმიტომ რომ ექსტაზში იქნებით ბატონო. ექსტაზში იქნებით. მაგრამ ვისაც ეცლება იმათთვის ვილაპარაკებ და ვანახებ. აი ეს სარკეში ჩაგახედებ ყველას ერთად. და გვეშველება თუ არ გვეშველებაც, იქვე იქნება პასუხი. და იმის შემდეგ, როდესაც ის მივარდება, მიაბარებენ მიწას, ჩვენ სამღერლოში გვაქვს ასე ქელეხში ხოლმე. როცა შვილი გარდაიცვლება, ან მეუღლე გარდაიცვლება და მეორე წასული რო არის, ხო, აი ესე ვიტყვით ხოლმე, რომ იმ ქვეყნად ენახოთ ერთმანეთიო. მიდის ახლა იქ თავისი ძმაკაცების, ქვეყნის დამყუპელების, გამთახსირებლების, ჯაბას, შევარნაძის და მავანი, მათი ძმანი, ვინც ეს დალოცა, ვინც ამან დალოცა. შევარნაძე, განამე ჩამოვიყვანე. შემანა ჩამოიყვანა ილია. იმიტომ ის დავალებული იყო თავიდანვე. არ იცით მეტად რომ შევარნაძემ დანიშნა ილია. არ გინახავთ ეს დოკუმენტური კადრები, ხო? თუ ძალად იფშურეთ თავებს. ხო, მე ჯაბა კიდე მე გამოვიყვანე ციხიდან. არა, შევარნაძე მაშინ არ იყო ბატონო საქართველოში. ჯაბა. გამოვიყვანა ილია. დალოცა და რა უთქვა ფილარმონიაში 2000 კაცი სავსე იყო კაცო. ოპოზიციას უამზადებდნენ, რო ადუღებდნენ. შენო ბევრი საქმე აქვს, გასაკეთებილიო, კაცო, შენ ციხეში რა გინდა, შენ კაცი ხარო, კაცური და მიდი და აკეთე, შენი საქმეო და დედა უტირა აგერ საქართველოს. იმ დროს სიცხში აცურავა მე სამეგრელო 6 წელიწადი. ვინაგვ ამას პასუხი? არ ვიტყვი სხვა დანაშაულებს. შევარნაძე ილია რომ არის ყოფილიყო. ილიამ მოიყვანა, ხო? ხო იცით კაცო. ხო იცით, მაგრამ რამხელა არის ზომბირება რა ავამტყოფებად გაქციეს ხოლმე მასები. ხო?
მე ხვალ გძალავენ თუ არ ვწდები. ხვალ რიცხვია 22. თქვენ არ გაიგონიათ ჩემგან 22 რიცხვის მისტერია, ხო? ყველაფერი ჩადრახი ბოზი და პიდარასტული საქმე და ქვეყნის ამაცეკლებზე 22-ში რო წდებოდათ. ეს არის მსოფლიო მასშტაბით გეუბნებით. და 1991 წლის 22 დეკემბერს რო დაიწყეს მაინც და მაინც ომი, არა 21 და 23, 22-ში რო დაიწყეს, ეს დაგავიწყდათ, ხო? დაგავიწყდათ, ხო, ყველაფერი. შეელებათ როგორ არა. ისეთ რაზე მეცინება ტელევიზორი გამართული მაქვს ამდენი ხანი. იმიტომ რამდენჯერად ჩავრთ იქ ხელა, ნუ მოკლედ ისეთ რაღაცებს ისმენ ამ ტელევიზიიდან არ ვიცი რა, ნუ მოკლედ მეცინება. ზოგიერთი იტყვის ახლა გიხარიათო კაც. აი მე ეს რო გავიგე, ხო? Facebook-ით, ხო? შვილები მოვიგდეთ მასე თუ უთხოვოდი. აი გულზე არ ვამბობ. აი წამწამი და წარვიც არ ამტოკებია. აბსოლუტურად. შვილები მომიკვდეს მაშინ თუ უთხოვოდე. და რატო იცით? იმიტომ რომ ჯაბარო ჩაძაღლდა. მაშინაც იგივე რეაქცია გამიხარდებოდა მე მაშინ, როდესაც ის მამა ჩემს მოეკლა, როდესაც 1 მეტრში იყო და რო ვერ მოკლა, იმიტომ რომ უცებ წინ დამიდგაო მთელი ოჯახიო და ვიცოდიო რას უზამნენო და იმან შემაფერხაო და მთელი სიკვდილის პირამდე ამას ნანობდა კაცი. აი ეს რო გაეკეთებინა მამა ჩემს, ამ მე რო გამეკეთებოდა ჯაბარო მოგვეკლა ჩვენი ხელით, მაშინს გამიხარდებოდა. კიტოვანი იყო, შევარნაძე იყო თუ ვინც იყო, აი ეს გამიხარდებოდა. ილიას მაშინ რომ მოეკლა აფხაზეთში კიდე მეგრელმა რო გადავარჩინეთ. ვაი, ის რომ მოეკლათ, მაშინ გამიხარდებოდა. ეხა თავისით რომ ყველა თავისით მოკვდა. ეს ყველა პუჩისი თავისით მოკვდა, თავის დააბერდა და დახუმყდნენ ასე ვთქვა და იმას აკრა ერთი სად გააპარეს ვინც ის თენგის შეგოვანზე რო გამოაცხადეს ისაო კაცი ცუდად არის მოკვდაო რაღაცაო და შვილმა და დოკაც ქალიშვილმა რა იცოდა ეხა რა გააკეთა მამამისმა იქ და რა ჩაიდინეს ხო? ბიჭო აუთხრა მთელი ეს Facebook-ი ესე იგი აგინეს ლანძღს კიტოვანზეც კიდე ისე იყო ჯაბაზეც შევარნაძეზეც შევარნაძე გარიხა არ ამოთხარ რომ მე კიდეო და თავის სახში ჩაისაბაკა იქ თავი გამიგეთ აბსოლუტურად არ გამხარებია რა უნდა გამხარებოდა ახლა გეუბნები გამხარებოდა როცა მაშინ მოეკლა ვიღაცას არ დამიწყოთ ხა ხუმანურობა და რაღაც ხუმან ჩემზე უფრო ხუმანური და მომიძებნეთ ერთი ხა ადამიანები და მე შევადარო ჩემი ცხოვრება და მე ვის დამიდგება წინ სადასაფლავებენ სიონში ხო აბა სიონისტებს აბა სიონში დასაფლავენ აბა სადასაფლავებენ მეტი კაცი სიონისტია კაცი და გადამრევს ეს ხალხი და თან 22-ში ხო შენი წირი მე რა დასა და რატო ეხლა მაინც და მაინც იმასაც ვერ ხვდებით ხო ეხლა მარტში იმასაც ვერ ხვდებით მაგრამ როგორ გამიხვდებით როცა ყველა ტელევიზია ჩართული აი თქვენ დასაზომბირებლად და ნუ მოკლედ იქ რაც ისმენთ ზვიადი კიდე ვაიმე ზვიადის სურათი და ილიასი დაუმონტაჟებიათ ერთად რო ილია რო შეციცინებს თვალში თურმე ზვიად ბიჭო აი მანამდე არ იყო ეს ეხლა გააკეთეს ახალი ცხელ ვიღაცა არის არიფებისთვის და ეს არიფები კიდე ჭაამენ ამას ჭაამენ და ზვიადისას ნახე როგორი ურთიერთობა გქონია მოგაც იმას აქვია ილიას იმდენი ბიჭო გადაირევი ხალხი ებს არ გაიგონე მე ტელევიზორი გამოვრთე იმიტომ რომ არ ვიცი რა მეცინება ამაზე ისეთი ავამტყოფური აზრებია ხო იმაზე ხო რა ქვია მანამდე ხო გადაჭამეს ხალხს ტვინი დააზომბირეს რომ აი ეს ერთადერთი პატრიარქი არისო რომელიც მეორედ მოსვლამდე მიგვიყვანს ანტიკრიზისას დედას ვტირობდა მე გავწყინებულ საქართველოში შეგვიყვანსო და ეხლა როგორ არის ებუნებიან ახლა ზოგიერთ პასუხი იყო რაღაცა ფენომენალური ეხლა იქიდან ილოცებსო ნუ მოკლედ რა ხო სხვადასხვა მე ეხლა ვინც ვერ ვნახავთ სამეგობროში არის ვერდეჩი ბაი გამოეთხოვეთ აწინ უკან ესე ვთქვათ ითხოვთ უკან დაბრუნებას გამორიცხულია ეს კარგად მეყოლეთ
250-მდე მეგობარი ერქვა თუ რა ვიღაც არის 250-მდე ამ 3 დღის განმავლობაში ასე რომ თქვილად ნუ ითხოვ დაბრუნებას გამორიცხული მე კიდე მიგვირდა რატო არ არის რეაქცია ამ ხალხს რატო არ არის აი მეგრულად არის თქვილად მიბირდღინანს თქურად კოჩი აი თქვილად ვერ გამორთავნი ამ აი გიყურებს თვალებში და ვითომ კითხავს გითემ და ვერაფერს ვერ გებულობ აი იმიტომ არის ყველა პატრიარქი და და ილია და მოგე ამ ხალხ სურათები გამოჩინეს და ზოგი თირი ზოგი იმაშია რა ქვია ტრაურშია ზოგი დედამამა არ უტირია ისე მოკლე და ამაზე მე რამდენი ვილაპარაკე არ მინდა არ გადმეყოლეთ ვის გაბრაზებული სვაილიკები ხარ კიდე არ მინდა ხა უხეში სიტყვები ვილაპარაკო ასე რომ ხვალ დაგველოდეთ ხვალ აი ესე სარკესავით განახებთ ყველაფერს მე თქვენ დადაწყვეტით გეშველებათ რამე თუ არ გეშველებათ დოკუმენტურად განახებთ ყველაფერს აი როგორ ბავშვებზე უნებია აი ბავშვებო ეს არის 100 ეს არის თოხი ეს არის ბარი ხო ეს არის ბლას აი ეს ნაირად აგიხსნით ყველაფერს როგორც ყოველთვის კარგი ახლა ვერ გეწყობ გზაში ვარ ერაკლე რაღაც ასწერს გრძელი მესიჯი კარგით მოკლედ კარგად ბრძანდებოდეთ ვის დამტირავი ხართ იტირეთ რამდენი ზგნებავთ ოღონდ აქეთ მოიხედებით თქვენი საქმე არის ეშმაკებისკენ იქით რა სიმრავლის საქმე არის იმ ეშმაკებისკენ სად გინახია და სად წერია რომ სიმრავლეში და ჭეშმარიტება თუ ამდენი ხალხი თუ გამოვიდა ხალხა თუ ამდენი გამოვიდა ოიმე და თუ ამდენი გამოვიდა ესე იგი ჭეშმარიტება თქვენთან არის იმდენი დაგიდგათ გვერდები ჩემიანებიდან დაწყებული უცნობები დამთავრებული ეს არის თქვენი ამამტყობის ნიშანია დაუთაშკიას ხო ხარ დაყურები დაუთაშკიას ყველაზე იდეალური მომენტი რომელია იქ თუ გახსოვთ აი გიმას ქისტეჩი რო არის და პოლიგრონიონს რო ასავლიან იქ ინგრეულ მონღოლური სიფათები რაღაცები მე რამდენჯერ ვილაპარაკე მაგრამ ის რაც სიფათები გამოიყვანა იქ ლორდ კიფანიზემ რეჟისორმა აი ის არის თქო ის ხალხი რომელიც აი ესე დღეს იმაზე ზამსმენთ ხო ასე რამდენჯერ კინო კიდე გადავიღე მაგალითს და მე რატო გაგახსენეთ იქ რო გამოვარდება დათა რას გევხარ ხართო რას გევხარ და რას დაგამგვანად ამ მამაძაღმა სეთურმა და რა უქნეს თუ გახსოვთ რატო ტყვანი უთრა ტყვილი უთრა რამე სიმართლე უთრა ხო და მე რა გაუკეთეს იმ სიმართლეს ჩაქოლეს ხო იმას ვიშვებიან მე ოღონდ არა ფიზიკურად ჯერჯერობით რა ვიცი რას მეიმხირებენ კიდე ხო მაგრამ აი ამ ძოლით ხო ხო და ეხლა ეს სიტუაცია თქვენ იმ მისი რა ქვია დათასი და მეორე აი ცალთვალა როა დამავიწყეთ აი ეს და ამათი სიმრავლე გადაამრავლეთ უბრალოდ მილიონებში გეგეთ ხო გამიგეთ ხა ბოლომდე გითხარ ყველაფერი აი ეგ არის რა მორჩა დამთავრდა კონცერტი კარგად ბრძანდებოდი დაელოდეთ კიდე ხვალ გეტყვით რაღაც დოკუმენტს განახებთ ვინმე გაიგებთ თუ არა და კარგად მეყოლეთ არივერდეჩი